მომღერალი ქუთაისიდან, რომელიც ცნობილი სატელევიზიო პროექტით გახდა, დღეს ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირებულ ინტრიგებს ახდის ფარდას. ბევრ ადამიანს აინტერესებს სხვათა შორის რა მოხდა. რომელ მენტორთან ჰქონდა მას დაპირისპირება და ვინ გაუვრცელა მომღერალს ჭორი იმის შესახებ, რომ ის ალკოჰოლის მოყვარულია. ზუსტად სკულის შირს, აი მიკროფონს რო ხელში მიცემთ, მაშინ მოუტანეთ და დაალევინეთ. რატომ დაბრალდა ინდირა ჯგერენაიას უახლოეს მეგობარს ინდირას შვილის მამობა? მაინც ამ თემას შეეხება. რატომ აღარ დასჭირდა ბავშვის ბიოლოგიურ მამას დნმ კვლევის ჩატარება მამობის დასამტკიცებლად? ეს ძალიან შეურაცხყოფელი იყო მაშინ და ახლაც შეურაცხყოფელია ჩემთვის. სცემა თუ არა მომღერალმა რესტორნის სტუმარს. რატო გაიგეთ? შენ ამას კი რატო გაიგეთ? ამ მწვავე კითხვებს უპასუხებს დღეს პირველად მომღერალი ინდირა ჯგერენაია და დაძაბული საუბრის ბოლოს თავისი ახალი გატაცების შესახებაც გვიამბობს. მას ასე უნიჭიერესი და სკანდალური პირადი ცხოვრების მქონე მომღერალი ქუთაისიდან ინდირა ჯგერენაია. რა ლამაზი ხარ, კოვიდ სალამი. როგორ ხარია? კარგად, მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ. ძალიან გიხდება ეს ფერი. კარგა ხანია. შენ თოქ-შოუებში აღარ გვინახი ხარ? მადლობა რომ მოხვედი. აია, ვილაპარაკოთ ბიჭო. ვისლა დაერეკა და რომ მივსულიყარ. შენ ვეღარ გაგიკითხე. მადლობა. სანამ საუბარს დავიწყებთ, გეტყვით რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ავეჯის სახლი ნიტა. ავეჯის სახლი ნიტა ადგილი, სადაც ირჩევთ მხოლოდ საუკეთესოს და აი ჩვენც მხოლოდ საუკეთესო გვაქვს ჩემო ინდირა. ჩვენ უკვე იცი ჩვენი თამაშის წესები და ამაზე ხა დროს აღარ დაგაკარგინე და პირდაპირ თემები ეკრანზე. მუსიკით დაძლეული სტრესი. მენტორის და კონკურსანტის დაპირისპირება. პატარა სცენა დიდი მიზნებისთვის. სკანდალური სიყვარული. შეცვლილი ცხოვრება. კარგი ინდირა, დააჭირე ღილაკს ხელი და ვნახოთ რომელი თემა მოვაწება პირველად. არ ვიცი რატო აირჩია მოხერმა ღილაკმა ეს თემა, კაცო, გოგო ცოტა მინდოდა შემემზადებინა ამისკენ, მაგრამ ეს კითხვები მოგიმზადებია. უკვე ცნობილმა მომღერალმა ინდირა ჯგერენაიამ ძალები ქართულ ვოისში მოსინჯა. ბრმა კასტინგზე მან იმდენად კარგად შეასრულა ანასთეიშას ცნობილი ჰიტი, რომ ხუთივე მენტორის აღფრთოვანება დაიმსახურა. თავად არჩევანი ნინო ჩხეიძეზე შეაჩერა და კონკურსში მონაწილეობა უკვე მისი მენტორობით გააგრძელა. ალბათ ნინო. ძალიან ძნელია დამეთანხმები, რომ ინდირას გაუწიო ღირსეული პარტნიორობა და შემდეგ უკვე კონკურენტი გახდე და აჯობოდა. მიუხედავად საკმაოდ წარმატებული გამოსვლებისა, ეს პროექტი მომღერალს დღეს ყველაზე მტკივნეულად ახსენდება. სულ მალე ინდირა თავად გვეტყვის, ჰქონდა თუ არა ადგილი დაპირისპირებებსა და ინტრიგებს ამ პროექტში და ვინ გაუვრცელა მომღერალს ჭორი იმის შესახებ, რომ ის ალკოჰოლის მოყვარულია. მოხდა ის, რომ მე არ მქონდა ჩემი თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება, როდესაც ეს ბრმა კასტინგები იყო და აღმოჩნდა ისე, რომ სხვა მენტორთან ადგილი არ იყო, თუ როგორც მითხრეს, უნდა ამერჩია ეს კონკრეტული მენტორი. ჟიურის წევრები, ანუ სრულად რო გიბრუნდებიან და სხვა არჩევანი არ აქვს და გეუბნებიან, რომ იცი რა, შენ ეს უნდა აირჩიო, ხო, ნუ სხვა რა გზა გაქვს. ესეთი რამეები ხდება ასეთ პროექტებში? მე მეგონა ხდება და არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს. ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს და ანუ შენ დაგაძალეს, რომ აგერჩია ეს პროექტი, თუმცა ხუთივე მენტორი გაგიჟდა შენ. აბსოლუტურად ყველა შემოbrunდა. ნებისმიერთან, აი, იქ მე რაბიც ამბობდა, რომ ინდირაო, სადაც არ უნდა წავიდეს, ნებისმიერთან მაგარი იქნება. უბრალოდ აქ იყო რაღაცა შემდეგ უკვე ურთიერთობა იყო ჩემთვის მიუღებელი. ნუ როგორც მუსიკოსი ეს კიდევ ცალკე თემაა და როგორც ეს ადამიანური ურთიერთობები, შენ ახლა ჩემი ხასიათი ასე თუ ისე გეცოდინება ქუთაისთან, ჩვენ ბევრი საერთო მეგობარი გყავს და მე ვერ ვიტყვი რაღაცა უსამართლობას. ადამიანი რომელიც ჩემად მიმაჩნია, მე იმას არავის არ გავალანძღინებ.
ზურგს უკან. და რაღაცებს ხედავდი იქ ისეთებს ჩემთვის საყვარელი ადამიანები ისე ილანძღებოდნენ ზურგს უკან, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. შესაბამისად ხდებოდა შემდეგნაირად, რომ მე დილის 6 საათზე ვიღვიძებდი ქუთაისში, მოვდიოდი რეპეტიციაზე, მეცადინეობდი და ისე ვბრუნდებოდი უკან, იმიტომ რომ მე საღამოს რესტორანში მუშაობდი და დილით ისე ვიღვიძებდი და ისე მოვდიოდი. და აქ განხილვა წავიდა იმაზე, რომ იცი რა საღამოობით ჩვენთან ერთად ტუსოვკებზე რატო არ დადის და ბოდიში, მაგრამ რამე ტუსოვკებზე. დამიბარე, მოვედი, ვიმეცადინე, გამიშვი, ხო? რამე ტუსოვკე. რა გეტუსოვკება სამსახურში დადიხარ და სამსახურში დავდივარ, პლუს ამას კონკურსში ვარ. რამე ტუსოვკე, მაგრამ რა გეტუსოვკება შენ? განა რა ტუსოვკები იყო კიდე ამის? არაფერ, კარაოკეზე უნდა ჩაგეხლე ჩაყელი, სადღაც უნდა გამოჩენილიყო. ეს არ იქნებოდა მთავარი მიზეზი მარტო ეს არ იყო. ეს ერთ-ერთი თემა იყო, რაც დაატრიალეს და ენაზე დაიხოეს. იქ იყო მთელი რიგი თემების, რომ მე ვცდილობდი, რომ შეიძლება ახლა არავის შეურაცხყოფას არ ვაყინებ. ვიღაცას შეიძლება ჭირდებოდა 5-6 რეპეტიცია იმ კონკრეტული სიმღერისთვის და იყო იქ რაღაცა სიმღერები, რომელიც მთელი ცხოვრება ნამღერი მქონდა და პროფესიონალების ხელში გავლილი სიმღერები მქონდა, მართლა რუსთავიორში რო გამომზარდა ჩემმა მანანა მორჩილაძე. ისეთი სიმღერები მართლა სუნთქვიდან სუნთქვამდე რომ იმატანი. და არ გჭირდებოდა ამდენი რეპეტიცია. არ შეიძლება მომღერალს ამღერო გაუხურებელი ყელით რაღაცა მესამე ოქტავის სიმღერა ამღერო შეიძლება საერთოდ ხმა დააკარგინო. მე შეხოვე კონიაკით იხურებდი კი. ხო, ეს კიდე ცალკე თემა იყო. დაიხვია ენაზე, რომ იცით რა, ინდირა სცენაზე გასვლის წინ სვავდა. ანუ ჩაიში, რომ ცხელ ჩაიში რო შეურევ კონიაკს, რომ ყელი გაგიხსნას და კარგად იმღერო. მე დაელია თვითონ და ემღერა ჩემ ხმაზე, მე ხო შეიძლებოდა. მოხვედი გაბროლის კოშკი ამიგე, მე კი შენის სიყვარული გავიგე. ამახალწევს უბერო ჩვენ და ნაბრაჰამი ნუ ხო ხვდები უკვე სად ვიყავი და შესაბამისად მე ვიცოდი რომ რინგიდან წავიდოდი. იცი ძალიან ცუდია, როდესაც ახლა ჩვენ სამხრივად საუბრობ, მე ღმერთი ჯული მინდოდა ნინოს დაპატიჟება გადაცემაში. მან უარი განაცხადა აქ მოსვლაზე და კომენტარის ჩაწერაც არის სურვილი. იცი რა გითხრა? ინდირასო რეიტინგსო ვერ აუწევდა, ვერ მოვალო და ძალიან ცუდია სამხრივად საუბარი, ახლა ჭორობა გამოგდის, მაგრამ იცი რა, ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი მართლა არაფერში ამჭირდება, გეხვეწები რა. შენ წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები თქო ესო. როგორ რა თქვი? აუ რა მაგარი რამე თქვი, შენი წონა ნოტი გაქვს რა? ნაქსეროქსები თქო და ვერ გაიგეს, რას ნიშნავს? ნამეცადინები და პლუს ამას 6 საათი დღეში. შენ პროფესიონალიზმზე არავის არ ეპარება, ეჭვ. როგორ გაგრძელდა შენი და ნინოს ურთიერთობა? იმის მერე რაღაცა ფონოგრამასთან დაკავშირებით რა მოხდა? ეგ კურიოზი იყო. ისა ქუთაისში ერთ-ერთ კონცერტზე, ისა რა ქვია, გამოვედი რაღაცა რთულ სიმღერას მღერი ლამის დავწერის სცენაზე, ისეთ ბგერები მაგ არა ამქვეყნიური ცოცხლა და საღები და ზოგადად ქუთაისი ხო ძალიან პრეტენზიულია და ვერც კი აკადრებ. არც კი უნდა დაუშვა, რომ პლუსი ჩართო იქ და პლუს და პირი ხო, ვისატყუებ. და ანუ ვიმღერე ეს სიმღერა რაღაცა და უცებ აიცხადებენ, რომ უნდა გამოვიდეს. და ეს ნანახი არ მყავს ამდენი წლები. ნინო ჩხეძე უნდა გამოვიდეს. ეს ნანახი არ მყავს ამდენი წლები და მეთქი ახლა. რა გავაკეთო, სახში ვარ. რა გავუკეთო, ისე ვარ, ხო ხვდები, ანუ შუა სიმღერის დროს ესე ვთხარი, ხო ხარ ახლა ღირს მეთქი რა გამოგირთო პლუს ფონოგრამა თქო. ვაიმე, ხო არ გამოურთე? არა. ხო, შენ ახლა ესეთი არიზავდი მაგამოს. ვაუ. ისე რატო არ ვიზავდი? ვიზავდი. იზავდი, მაგრამ არ გააკეთე. ხო. შესაძლებელია, რომ შენ იყო რთული ხასიათის ადამიანი, იმიტომ რომ ხარ ძალიან ნიჭიერ. ნახე, მე არ ვარ უსამართლო. კარგი, შენ არ ხარ უსამართლო. და შესაბამისად ვიღაცებს ეს ეჩვენებათ, რომ რთულია. მე ვერ ვიტან უსამართლობას. აი, მაგრამ თლათ ანგელოზიც ხომ არა ხარ? ანგელოზი არა ვარ, მაგალითად, თუ მშიერი ვარ, რა მემღერება, საკმაოდ უჟმური ვარ. თუ გამოუძინებელი ვარ, საერთოდ რა მინდა სადმე. ხო და აი ეს გამოუძინებელი რომ ჩამოდიოდი 6-ზე რო დგებოდი, მოდიოდი რეპეტიციაზე და მე რო ვიყავი, და პლუს ამას რომ ძალიან ისეთი ვიყავი და მონდომებული ვიყავი
და აქეთ რო გადაგივლიან ინდირა ხა ცნობილი და ნიჭიერი მომღერლები, ისეთი როგორებიც იყვნენ არიან ჯენიფერ ლოპესი, ელტონ ჯონი, თქვა, იგენი ყველანი მოიხმარნენ ალკოჰოლს. მე არ ვლაპარაკობ ნარკოტიკს, მაგრამ რაღაც მომენტში უარი თქვეს მათმობელა სასმელზე. ნახე ალკოჰოლს აქ ეგეთი თვისება. ალკოჰოლი უნდა დალიო, ისიც ძალიან ცოტა ოდენობით, მე როგორც ვოკალისტი შემიძლია თავად ურჩიო ნებისმიერს, როდესაც კონკრეტული ლაივი გაქვს და გამოუვალი მდგომარეობა რო გაქვს. ხვდები? გაუმღერებელი ყელით უნდა გახვიდე და უნდა იმღერო ამ ხელა აუდიტორიის წინაშე, ხო სხვა გზა არ აქვს. ის იმ წუთას გამღერებს, მაგრამ რო გამოხვა სცენიდან ხმა აღარ აქვს. უი რასა. იმიტომ რომ ის იოგი ბოლომდე ჯდება, ნახე? ის არ შეიძლება რომ სისტემატიურად მოიხმარო ადამიანს. მაგრამ მაინც უნდა შეგეკითხო, შენ და ალკოჰოლს რამე სხვა დამოკიდებულება გარდა პროფესიონალური ყელის გახსნისა ქონდათ? ბოლოს როდის დავლია არ მახსოვს და ასე რომ ტყუილად მაკითხვას ნუ მიტრიალებ. კარგი. შენ გაგიცნო მაყურებელმა ჯეოსტარით. ინდირა მაყურებელმა პროექტ ჯეოსტარით გაიცნო. ჯეოსტარს თავებს ინდირა. ის იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან კონკურსიდან ერთხელ გაშვების შემდეგ უკან დააბრუნეს და მეორე შანსი მისცეს. ასე მიაღწია მან ნახევარფინალამდე, სადაც ოთო ნემსაძესთან, იაგო დევაძესა და სოფო გელოვანთან დამარცხდა. ინდირა ამ პროექტში მოხვედრა 3 წელი ცდილობდა. ჯეოსტარის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა მარინა პერიძემ მხოლოდ მესამე მცდელობაზე მისცა მას შანსი. მეცადინეო შევინმეთა? ეს შენი თქვენი ყველაფერი. ცოტა სუნთქვები გაქვს არა სწორედ გადანაწილებული, მაგრამ რასაკვირველია, ნახოთ რა მეორე ტურში. 228. ძალიან გული მწყდება, მაგრამ თქვენ ვერ გადახვედით ფინალში. ამას ქვია ჩვენ ხელში იზრდება ბავშვი. მადლობთ, რა გიყო არ ვიცი. მე არ ვიცი რა უნდა. გაჭიმული გაკლიანად აი ესე. აი მე რა უხوار ხამბობ. თუ იმიტოტი ვიხარ ახლა რომ გინდა რომ მეორე ტურში გადაგიყვანო. მეორე ტურში. შენ პრობლემა არ არის არანაირად. გადავიყვანოთ ადამიანი, მოდი. Don't you dare be from me. კიდევ ერთი დამამტკიცებელი, როცა ძალიან გინდა ყველაფერს მიაღწევ, ინდირა. გენაია. ბევრს ეკონა რომ მარინა რაღაცა მონსტრი იყო და ვაიმე როგორ დაგჩაგრა და როგორ არ გაგიშვა მთელი 2 წელი ვისმენდი ამას და სინამდვილეში მე ხო ვიცოდი რაც ხდებოდა. ყოველ საღამოს რესტორანში მუშაობდი, მღეროდი, გამოცხადდებოდა კასტინგი, მივიდოდი ამ დაღლილი იოგებით, მეუბნებოდა კაი რომ დაისვენე. ნუ მუშაობ, დაასვენე, ყელი და მოდი ისენ ამეცადინები და მოწესრიგებული და ნუ რაღაცნაირად მესამე წელს დავუჯერი ამ ქალს და მივედი ისე როგორც უნდა მივსულიყავი. და მოხდი კიდევაც რა თქმა უნდა. ამ პროექტში თუ ქონია რამე გულისდგენა? არანაირ პირიქით. აი ჯოსტარი იყო ჩემთვის გარდა იმისა, რომ პირველი კონკურსი იყო და ანუ ზოგადად ტრამპლინი იყო ჯოსტარის შემდეგ გავხდი ცნობილი სახე ასე შემდეგ და ასე შემდეგ სიმღერაში მთავარი ნაწილი რაც არის თქვა ესტრადაში რაც შევიძინე გარდა იმისა რომ საოპერო ვოკალის პროფესია მაქვს დამთავრებული ისა რა ქვია ესტრადაში რაც შევიძინე უმეტესწილად კი არა და ხო ჯოსტარმა შემძინა იმიტომ რომ 2 თვე ნახევარი ვიყავი პროექტში ზუსტად და კიდევ ერთი პროექტი რომელიც ასევე ჩვენს არხს უკავშირდება პროექტი ნიჭიერი რომელიც ინდირასთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში ფინანსურად მაინც კიდევ ერთი წარმატების მომტანი აღმოჩნდა ქუთაისელი მომღერლისთვის პროექტი ნიჭიერი. გამოვაცხადებ რუსთავიორის ფავორიტს, რომელიც დაჯილდოვდება პრიზით 10,000 евро. ეს გამარჯვებული არის ინდირა ჭკერნაია. ინდირა ჭკერნაია! საინტერესოა, რაში დახარჯა მომღერალმა მოგებული თანხა და რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ფულადი ჯილდო თუ პროექტის მოგება. მე მახსოვს შენი გამოსვლა. 39 მქონდა სიცხე, არ დამავიწყდება. ტელეფონზე ვინმეს დაერეკა, ჩემთვის ალიოს ვერ ვიტყოდი. ანუ ალა, ესეთი, ანუ ძალიან არ მომდიოდა ხმა. მე ვერ გავიგე სცენაზე რა მოხდა ბოლოს. ანუ ვერ გავიგე რა გამოაცხადეს. მივხვდი და
ვანიკო და ყიფშო ესე მაჯანჯღარები რომ გოგო ფული მოიგე ფული მოიგე მართალია მე მაშინ ვიყავი ნიჭიერი ჟიურის წევრი და ჩემს გვერდზე მაშინდელი არხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი ჟიურის წევრი და შენ მას სიმღერამ გაგვაოცა შოქში ჩაგვაგდო და ეხლა რომ მეუბნები რომ სიცხე მქონდა და ძლივს ლაპარაკობდიო ნუ მართლა საოცრება ხარ სხვათა შორის აი ზუსტად იმ დღეს ამბობდა რომ ზუსტად კულისში აი მიკროფონს რო ხელში მიცემთ მაშინ მოუტანეთ და დაალევინეთ რომ იმღეროს უკან არ დაალევინოთ ბუფეტში თორე დათხრება ვინ თქვა ეგ ნიკა ამბობდა იქვე დაალევინეთ რომ ყელი გაუხურდეს ეს ხო ნებისმიერმა პროფესიონალმა იცის ხალხო გეხვეწებით რა თემა გახდა სალაპარაკო ნიკა გიждდებოდა შეძენა მე რა თქმა უნდა დღემდე ვგიждდები და მთელი ცხოვრება გავგიждდები ნიკა დილა იყავი ეხა მე ცოტა შიდა ინფორმაცია გამომაქვს და დღემდე ეს ვარ მე ნიკა ძალიან მიყვარს მე რამერადაც ვიცი ის პრიზი სპეციალურად შენთვის 10000 евро იყო ლარის ეკვივალენტით რაში დახარჯე ეს ფული ეხა გითხარი ძაღ რა კაი იყო სადაც ახვედი პაესტკაში არა არსად იმიტომ რომ მე ბალები დაარიგე მალე დავრჩი ორსულად და ეს თანხა მქონდა გარანტად იმისა რომ უცებ რომ რამე დამჭირვებოდა და ისა რა ქვია ანუ ერთი რაც ვიყიდე მაშინ მანქანა იყო და დანარჩენი გადავდე მოდი ვნახოთ არ ვიცი რამდენ ლარიანი კითხვა ინდირა დაძაბე გონება ეს არის 100 ლარიანი კითხვა გაგვიმხილე საიდუმლო ინდირა და გითხარი ვინ შეგიკერა სასცენო კოსტიუმი პროექტისთვის ნიჭიერი რის გამოც შემდეგ ბულინგის ხერფლი გახდი ის თვითონ რუსთავიაში შეიკერა ჩვენთან უბრალოდ იმდენად რთული გრაფიკი გქონდა ზომაში ჩაწერის დღეს ფაქტიურად ძრებოდა ნახე ისე გავხდი ჩაწერამდე და ლაივამდე რომ ფაქტიურად ლამის გამძვრა სცენაზე შარვალი ოღონდ მართლა ეს იყო რა ჩემმა ღირთმა მიიქცია ყურადღება და არა სიმღერა აი ხა ეგ უნდა მეთქვა აბსოლუტურად სწორი პასუხი შენ მოიგი 100 ლარი და ეგ უნდა მეთქვა ხალხო ქალს რომელსაც კულისებში ხმა არ ქონდა და ესე მღერის სცენაზე ეს მაგია უკაცრავად რა დააჭირე მოცემი როგორ აღმოჩნდით მეგრელი ჯგერნაიები ქუთაისში აფხაზეთში არის ეგეთი სოფელი ჯგერდა და ჯგერნაიები ცხოვრობენ იქ ჩემი გვარი სხვათა შორის ბევრს ეშლება როდესაც მაცხადებენ ჯგერენაიას იძახდნენ ყოველ შემთხვევაში მე გამოვაცხადე წერან და ხელახლა ჩავწერე მინდა გითხრა სკანდალური პირადი ცხოვრების მქონე მომღერალი ქუთაისიდან ინდირა ჯგერენაია ინდირა ჯგერნაია სახელი ინდირა ძალიან გავრცელებული სახელია მეგრელებში სხვათა შორის მეგრელებში ასმელაპა მეგრელებშია გავრცელებული და მე ხო მესამე შვილი ვარ და დედაჩემს ვკითხე რომ დედა მეთქი რატო დამარქვით ინდირა თქო და იმიტომ დაგარქვიო რომ ისა რა ქვია ბებია შენსო მინდოდაო რომ დაერქმიაო სახელიო დანარჩენ ორშულსო მე დავარქვიო სახელიო ისვენებდნენ სადღაც და ისა რა ქვია მოწონებია გოგო რომელიც იყო ქერაც ისფერთვალება ლამაზ დედაჩემი ჩემზე ფეხბძიმეთ ეს გოგო მეგრელი ამ გოგოს ერქვა ინდირა და რაღაცა ბებია ჩემი შენატროდა თურმე ამ გოგოს და ამიტომ დამარქვა ინდირა რას ლაპარაკობ რო შეც გამოსულიყავი იმ გოგოსნაირი ლამაზი რა ვიცი მე მგონი გამოვედი კი ნამდვილად გამოხვედი ყოველ შემთხვევაში შენი თვალები არაფრით ჩამოუვარდება ელიზაბეთ ტეილორის თვალებს ქუთაისიდან ჩამოვიდა ხმები რომ ბავშვობაში ბიჭივით ახტაჯანა ფეხბურთს თამაშობდი ბიჭებთან ერთად მეგობრობდი თოჯინები შენ არ გიყვარდა არაფერი ასეთი იყავი მართლა არ ვიყავი გოგო თოჯინებით არ მიყვარდა თამაში ჩემი კატები მყავდა ოღონდ ნამდვილი კატები ერთი ფისო ყავდა ესეთი ოჯახის ფისო ცინკლები სამი ყავდა ერთის მაგივრად ყოველ მშობიარობაზე მე და ჩემ ესე ვამშობიარებდით მე ამ ცინკლებს ვზრდიდით მე ამ ცინკლებს ვაცმევდი ვაძინებდი ანუ კატა მიყვარს ბავშვობიდან რა ვგიჟდები ჩემი შულიც ესეთია 4 წლის იყო ინდირა, როდესაც მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი ახალგაზრდა მამა გარდაიცვალა. მახსოვს ბაღიდან დედამ არ გამომიყანა იმ დღეს. დედაჩემის ნათლულის შვილი მოვიდა და უთხრა რომ ინდირა უნდა წავიყვანო და ეს მესმის ნახე მესმის და მახსოვს კიდეც. რომ მივდიოდით გზაში ამ გოგოს შეხვდა თავის მამა. და უთხრა რომ მოკვდაო რა და
ეს ხო იცი რაღაცა ბავშვური ცეცება რო გჭერს გზაში რომ მიყვები სახში რომ მიდიხარ და კი გაიგონე, მაგრამ არ გინდა რომ დაიჯერო, არ გჯერა და ვერ წარმოგიდგენია, ნახე. ეს შეგრძნება მქონდა, თუმცა უკვე სახში რომ მივედი, ეს ღია ჭიშკარი, ბებია ჩემი შავებში, მამა ჩემის ბიცოლა შავებში, ნუ ინგრეოდა ქუჩა იქ არ ვიცი რა ხდებოდა, უბრალოდ ჩემთვის ვერ წარმოსადგენი იყო და ანაშვიდებით სახში ხო იყო. და ბანუ თურმე ვამბობდი რომ ეგ თქვენ გატყუებთ თქო და ეხა გაიღვიძებს თქო და ასეთ რაღაცებს რომ ვამბობდი იქეთ ბებია ჩემი მე იკლავდა თავს ტირილით. ნუ რა თქმა უნდა დედაჩემი ახალგაზრდა იყო მაშინ დედაჩემი 37 წლის იყო, მამაც 37 წლის იყო და დედას უფრო სხვა პასუხისმგებლობები ჰქონდა რომ სამი შვილი დარჩა და ხო მე მივიდოდი ავხდიდი ინსტრუმენტს თავს და უკრავდი, იმიტომ რომ ვერ ვაშინა არსებდი რა ხდებოდა. არც გიშლიდნენ. არ ნუ რა აზრი ქონდა რომ დაეშალათ. კადრებივით მახსოვს რაღაცებია, იმიტომ რომ 4 წლის ასაკში ესე ღრმად რო იციან, რო იცი რა გამახსოვდება, არ გამახსოვდება. გამახსოვდება მე სურათს რო ხედავ, რაღაცა როდესაც ხმა არ გახსოვს ადამიანს, ნახე, ის მახსოვრობა არ არის. რა იყო გარდაცვალების მოსული? გული. დაიძინა და ვეღარ გაიგო. რას ლაპარაკობ? იმისათვის რომ სტრესი არ განეცადა, პატარა ინდირა ოჯახმა მუსიკაზე შეიყვანა. რაც მეტყველება დავიწყე სიმღერა. და სულ გამოჭედილი ხონდა ყველას ყურები ჩემი სიმღერით და ეს იყო ყველასთვის ძალიან ნაცნობი. და ჩვენმა მეზობლის ბიჭმა უთხრა დედას, რომ იცი რა, მიღებას აცხადებს მუსიკალურ სასწავლებელი. შევედი გამოცდაზე, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სმენა. დიდი ოვაციები, არ მზღუდავდნენ, შევძრებოდი გაკვეთილზე როიალის ქვეშ, იქიდან მღეროდი, თამაშობდი შიგნით. შემომიტანდნენ ესე მუჭით კანფეტებს, ოღონდ მე მღერა, ყველა მეფერებოდა, ყველა მზრდიდა, ყველა ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე და კიდე ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. სანამ სკოლაში შევიდოდი, დავიწყე ფანქარი, ნოტის როეული, ნოტების წერა, რასაც ვერ გებულობდი, დედაჩემი იწერდა. მოკლედ შენ მიიღე სრული მუსიკალური განათლება. შემდეგ 7 წელი ვისწავლე საგუნდო სადირიჟორო და შემდეგ უკვე გავაგრძელე კლასიკური ვოკალი. ის რომ მე მუსიკა საფუძვლიანად ვისწავლე, ეს ესტრადაშიც გამომადგა. ეს იგრძნობა, ეს კულტურა, ეს განათლება იგრძნობა შენ სიმღერაში. კარგი, მოდი ვნახოთ ამ თემის შემდეგი და მოდი ვნახოთ რამდენი ლარიანი. 300 ლარიანი კითხვა და ამ კითხვას შენი და ინგა დასვავს. მან ვიდეო სტოკჰოლმიდან გამოგვიგზავნა. თუ გახსოვს რა სიმღერა შეასრულა ჯეოსტარი 2010 სცენაზე 25 ოქტომბერს შენს დაბადების დღეზე. ამ დღეს რა დამავიწყებს 19 წლის გავხდი სცენაზე და მახსოვს ლილიკო ნემსაძის იდუმალი ღამე ვიყერე. მოდი ვნახოთ. ჩვენ აქ იუბილარი ყავს, ეს არის ინდირა ჯგერნაია. სევნელი ქუჩები და იდუმალი ღამე რა ვქნა რომ შესიყვარულს მე ვერ სადავემალე. რა თქმა უნდა, ფანტასტიკური ამ სიმღერამ დიდი როლი ითამაშა იმ კუთხით, რომ ეს სიმღერა როდესაც მოისმინა მე ლილამ მითხრა დამირეკა მამულიჩამ, წურწუმიამ, დამირეკა მამულიჩამ და მითხრა იცი რა შენ ამ სიმღერას ლელას სოლო კონცერტზე იმღერებ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და მთელი ბავშვობა რომ ლელას კონცერტებს ატარებ და რაღაცეებს აკეთებ, ჰოპ, უცებ ოცნება აგისრულდა ნამდვილად მის კონცერტზე მღერი. 100 აგისრულდა ეს ყველაფერი შენ მოიგე 300 ლარი და შენ ჯამში გაქვს 400 ლარი დააჭირე ღილაკს ხელი. აბა რა იქნება შემდეგი. მუსიკალურ სკოლაში მიყვანილი 4 წლის ინდირასთვის მუსიკა მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი და შემოსავლის მთავარი წყარო გახდა. მართალია, ბევრი თაკილობს რესტორანში სიმღერას, ინდირასთვის კი ეს პირიქით საამაყოა. მე არ მესმის იმ ხალხს რატო თაკილობენ, როდესაც პატიოსანი შრომა შესაძლებელია, რა არის ამაში სათაკი? რომელ საათზე იწყებდი სიმღერას, თქვა რესტორანში და რომელზე ამთავრებდი? აი დილის გამთენია მოდიოდი სახში თუ როგორ? მე არ მაქვს კონკრეტული საათები, რომ ამ საათიდან ამ საათამდე ვიმღერებ. 6-დან 7-მდე მივალ, 12-დან პირველის ნახევრამდე წამოვალ. თუ რაიმე სასწაული არ ხდება და
ვთქვათ, რაღაცა კორპორატიული საღამო თუ არ არის და ვინმეს კონკრეტული თხოვნა არ აქვს, ან ქორწილია რო ან დედოფლის რო გეხვეწები ოღონდ შენ უნდა იყო ჩემ გვერდით ბოლომდე. ან რაღაცა თუ არ ხდება სასწაული, ანუ გათენებამდე მე მგონი ქუთაისში არც ერთი რესტორანი არ მუშაობს და გათენებამდე ზოგადად მასეც ვერ მოვექცევი ჩემ თავს, იმიტომ რომ დილით მერე ბავშვი ბაღში და მერე სტუდიაში მოსწავლეები და ძილიც მჭირდება. რა სასწავლი ბავშვებს ვოკალს? ვოკალს, ესტრადას, სასცენო მოძრაობას, მეტყველების კულტურას, რაც ჭირდებათ სიმღერაში, მაგალითად გერები, ყველაფერს რაც შეიძლება, რომ სიმღერაში და ესტრადაზე გამოვიდე. ჩემი ეს ნაგროვები ამ კონკურსებით, ამ პროფესიით, ანუ რაც ვისწავლე, ყველაფერი გადამაქვს ამ ბავშვებში. ქუთაისში გავრცელდა ხმა, რომ ერთ-ერთ საღამოს ინდირამ ვიღაცა გალახა. რატო გაიგეთ? შენ ამას კი რატო გაიგეთ? მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ მინჩამიშვი. ისიც გავიგეთ, ხირს ყოფილა და ერთი მოყევი რა. მღერი რაღაცა მახსოვს და სიმღერას მღერი ჯენიფერ ჰადსონის სიმღერას მღერი ლამის დავწექის სცენაზე და არის ინგრევა დარბაზი რაღაცა one night only და ინგრევა მართლა დარბაზი გუხარი აპლოდისმენტები ნუ დავამთავრე სიმღერა და ბოლო ამას უთქვა მიკროფონს ჩამოვდივარ ოღონდ ბარბაცით მოვდივარ თვალში ვერ ვიხედები ბოლოს სიმღერას უთქვა გადავაბი და ჩამოვდივარ რომ წავიდი ეხა და მოვსულიერ და რაღაცა და დავჯდე ყავა დამლიო და უცე რაღაცა არ მომხვდა ყურსში ისე რომ უნდა მომხვედრო და თქვა რა რაღაცა შეიგინა რა აყვირებსო რა აყვირებსო ქალი იყო თუ კაცი? ჩემი ასაკის იქნებოდა ან ჩემზე ცოტა უფროს ცოტა ბიჭი მე და მოდი მეთქი აქ თქო რა თქვითქო აი ეს ბარბაცით ჩამოსული სცენა უცებ მოვხიზლდი ოღონდ მართლა მოდი აქ თქო დაუძახე და იქ დინამიკი დგას ახლა აქ ეს ხმაური დინამიკი და ვერ ვაგონებ და მოდი აქ თქო დაუძახე მოვდები და გავიარე შოქში ჩავარდა არ ვიცი ხო აღარ მინახავს მე არ შეგეში და იცი რა მასეთ რაღაცას არ ვაკეთებ ვინმე ხელი რომ შემომიბრუნოს თუ ურტყავ ისე უნდა დაარტყარო აღარ შემოგიბრუნოს ეს ვიღა გასწავლა ხარ მითხე ბოქსებს დავდიოდიო არ დავდიოდი კაცო ბოქსზე აბა საიდან ესეთი ჯანი მე არა მაქვს ხელში ეგეთი ძალა ეთქობა მაინც ბიჭებთან რომ გაიზარდე ის გასწავლე ჩხუბიც ხო კი ეს ამბავი ძალიან მალე გავრცელდა და ჩვენ მოვიძიეთ ამ ამბავის მომსწრე ადამიანი და მოდი ნახოთ. დაახლოებით 2007 წელია თუ არ ვცდები, ქუთაისის მახლობლად ერთ-ერთ ძალიან კარგ რესტორანში K-pop, ოღონდ ქურდებთან არა, K-pop-დი მაშინ ჩემს მეგობრებთან, თუ არ ვცდები, ჩემი მეგობრის შვილის ნათლობასთან დაკავშირებული წვეულება იყო და ინდირა მღეროდა მაშინ რესტორანში. ინდირა არ იყო ასე პოპულარული და მაგრამ მე ვიცოდი და ერთ-ერთი ჩემი თანაქალაქელი ნიჭიერი გოგო არაჩვეულებრივად ასრულებდა რაღაც უცხოურ სიმღერას და ინგლისურს. ვიღაცა კაცმა რაღაცა აგდებულად მიაძახა რაღაც ჟარგონით. დაამთავრა თუ არა სიმღერა ინდირამ და ჩამოვიდა მოუქნია მუჭი უძლიერესად კაცის დარტყმა მიახია ისეთი და დააგდო გაითხრაშა ის ეს კაცი და ზუსტად 2 წუთში ინდირა წამოდგა გაშალა ეს ხალხი და დარბაზში როგორც პრიმადონა ისე გაიგო აი ვიქტორ ეს ამბავი მალე გავრცელდა მე რომ იცი რა ამას არაფერი ზედმეტი არ უნდა უთხრა თორე ეგრევე ატაკაზე გადმოდის და იცი რა ეს ძალიან კაი თავის დაცვის მეთოდია ძალიან კაი მაგრამ რავით კაცები ხო არ დააშინე ხა ვინც ნამდვილი კაცია ის მსგავს რაღაცას არც ამოუშვებს იაპირიდან და არ შეეშინდება ხო ერთი მომღერალი ხარ. თაყვანისმცემელ კაცებზე ვლაპარაკო, ვაიმე ეს კაცებს ცემს რაღაცა ხო არ შეეშინდა ჩენი. ხო და ვისაც ჩემი შეეშინდა იყო შეშინებული კაცო რა გავაკეთო. საერთოდ ბევრი ინტრიგა იყო შენს გარშემო, ხომ სწორია, ცხოვრების განმავლობაში და კრიტიკაც ძალიან ბევრი იყო. კრიტიკას და ინტრიგას, აი როგორ ყებულობ? თავიდან ვღებულობდი ძალიან მტკივნეულადია. ძალიან მწვენოდა თავიდან. ეს არ იყო მარტივი თან პატარა გოგოსთვის. ეხლა აღარ ახალეს. ეხლა როგორ არ ვიცი, ანუ ეს ყველაფერი გამიტრუხდა, ესე რა ვთქვათ. და მე მგონი თავის დამანებას რო გამიტრუხდა უფრო მეტად, იმიტომ რომ რაღაცას რო დაწერდნენ, მე ამაზე მე ყვიროდი, ვწიოდი, ვკიოდი, დავრეკავდი, დაგიჭერთ, გიჩივლებთ. იმიტომ რომ ტყვილი იწერებოდა და რეალურად ბევრი გადამირჩა და გადაარჩინეს ახლობლობა
რომ ვაიმე ინდირა არ გინდა და აიღებენ ამ პოსტს და აიღებენ ამ სტატუსს და ანუ რასაც უნდათ იმას წერდნენ მართლა რა. ეს მოუნდებოდათ და რასაც უნდათ იმას დაწერდნენ. შენ საერთოდ გააქრე ძალიან ბევრი რამ. კი, მე ბევრი რამ ინტერნეტ სივრცედა. როგორ მოახერხე ეს? ჩვენ გვიდოდა რაღაცების მოძიება და აი და კიდე რაღაცები დამრჩა და მეწინააღმდეგებიან რაღაცების აღებაზე, მაგრამ რანაირად ახერხებ ამაზე ხა მე რომ მოვინდომო მე ვერ ავიღებ. რამე კონტაქტები გაქვს ოდიკუდი შესაძლოა. არა, რა კონტაქტ ეს ხო ჩემი უფლებაა. კაცო ხო გასიამოვნე ამ ყველაფრით ხო რაღაცას აქ დასაწყის და რაღაცას აქ დასასრული ხო დადგი შოუ ხო ისიამოვნე შენ ამით ხო დაიწერე რეიტინგი ახლა მაცადე რა ცხოვრება და ესე შენ აიღები თქვა ამა თუ იმ გადაცემის წამყვანთან და ეტყოდი მოაშთე იცი ეგეთი რაღაცა მოუწია ისეთ წამყვანს ვინც ასე შენსავით არ მომყვა და იცი რა ინტრიგნულად რო შემომიწვრა აიგე კი გავიგე რომ შენ ჟურნალისტი ხარ და შენი საქმე ესაა, მაგრამ არ შეიძლება რომ რაღაცა სხვის ცხოვრებაზე შენი რეიტინგი ხო დავასახელოთ ეს ჟურნალისტი. კაი, რას ვერჩი ცოდოა. კარგი ინდირა, მოდი ვნახოთ ამ თემის და ვნახოთ რამდენად შეფასებული 400 ლარიანი კითხვა. 400 ლარიანი კითხვა. მოდი ვნახოთ ერთი შენი სტატუსი. გაგვიმხილე საიდუმლო და გითხარი რა თარიღთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე დაწერე შენ ეს საკმაოდ პირდაპირი და ხისტი კომენტარი. მე მგონი 26 მაისი იყო, იმიტომ რომ გააკეთეს მოედანზე კონცერტი, რომელ კონცერტშიც მე არ მივიღე მონაწილეობა. ეს ვიღაცების გადაწყვეტილება იყო მაშინდელი ალბათ მერიის სამსახურის. იქაური მერიის. იქა მტრები ხო? წარმოიდგინე აქ თბილისობას ვღეროდი და იქ ქუთაისობას არ მოვღეროდი. ვინმე ხო არ განაწყენე? არ გავანაწყენე. ის ბიჭი როცემე მერიაში ხო არ მუშაობს? არა, არავინ არ გამინაწყენებია, უბრალოდ ცოტა ხნით მე უთხარი მას შენ ცოტა ხანი იქნები, მე რითქო და მართლა ცოტა ხანი იყო მე და მე წავედი. მოდი ნახოთ. 2016 წლის 26 მაისს ინდირა ჯგერენაიამ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელიც ამ თარიღთან დაკავშირებით გამართულ კონცერტს მიუძღვნა. მისი სიტყვები საკმაოდ ხისტი და პირდაპირი იყო. მე სახლში უნდა ვიყო და ქუთაისში ჭუჭყიანი ჩამოსულები უნდა ყმუოდნენ სცენაზე. მეტის ღირსი მაინც არ ხართ. უგემოვნო მთავრობის უგემოვნო კონცერტი. უამრავი მაგარი მომღერალი რეგიონებში დარბის კონცერტზე და ქუთაის იმენა ჭლექი ჭირს. აბსოლუტურად სწორი პასუხია. შენ მოიგე 400 ლარი ინდირა და შენ ჯამში გაქვს უკვე 800 ლარი. დააჭირე ღილაკს ხელი, კარგად მივდივარ. რა დარჩა შემდეგი? ის ახალი რეალობა, რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოჩნდი, რასაც COVID პანდემია ქვია, ეკონომიურად ყველაზე მძიმე შოუ ბიზნესისა და სარესტორნო ბიზნესისთვის გახდა. ამიტომაც ინდირა ფაქტობრივად ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. შენ მთელი შენი ცხოვრება შრომობ. 9 თვემდე ისე მივედი, რომ ბოლო წუთამდე ვღეროდი. ბოლო დღემდე. ბავშვი გააჩინე და ალბათ 22 დღეში ისევ დაბრუნდი სცენაზე და ეხლა ხო მოგეცა უფრო მეტი დრო და საშუალება, რომ იყოს შენ შვილთან. კი, აი რაღაცეები ალბათ ზოგჯერ კარგი კუთხითაც უნდა დავინახოთ ადამიანებმა, იმიტომ რომ ყოველთვის საღამოს დედაჩემი აძინებდა ანდრიას. ნუ ანდრია არის ძალიან ბედნიერი, რომ ძალიან მიმეჩვერა, ეხა იმის მეშინია, რომ ეხა რო გარეთ გავალ, როგორ ვიქნებით, მე აღარ ვიცი. რაღაცა შუალედი უნდა დაიჭირო. თუ გვეღირსა და გავედის ჯერ ოღონდ გარეთ. მაგრამ ანდრია ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ დღეს მას თავისი დედიკო აძინებს. კარანტინში ყოფნა ბევრს დაეხმარა საკუთარ თავში, ამა თუ იმ ახალი უნარის აღმოჩენაში და ინდირასთვის ეს მებაღეობა და მებოსტნეობა გახდა. ძალიან დამამშვიდა მიწას ამ ურთიერთობამ. მაგრამ საინტერესო. ეს სიგიჟე რომ მჭირდა, რომ ყოველი საღამო რომ მოდიოდა და მე სახლში უნდა ყოფილიყავდა 9 საათზე,
რა უნდა გავაკეთო სახლში? ამდენი ენერგია გაქვთ. სად წავიღო ამდენი ენერგია, როცა ყოველ საღამოს კაი ისე ირნებ ზაფხულში, ზამთარში აღინა რო ქნა. ვერაფერს ვერ იზამ. და რა ქე? დავიწყე თავიდან ვარჯიში, დავრბოდი, შევადგინე ჩემი სწორი კვების რაციონი, ჩავდეგი ფორმაში, ნუ რაღაც სიტყვა უნდა დაკავდე. მერე გამოვიყვანე ყვავილების ჩითილები, ეს ერთ სუპერმარკეტში იყიდებოდა ყვავილების თესლები. ბამბაზე ესე დავთესავდი. ციტბოში გამოვიყვანე და მე როდესაც გაზაფხული მოვიდა, გადავიტანე უკვე მიწაზე. ესე გავაკეთე, ყაბახი მქონდა, ბროკოლი მქონდა, კიტრიც მქონდა და პამიდორიც მქონდა. იყენებდი საჭმელს. რა თქმა უნდა, ანდრიას უაზოტოს ვაჭმევდი ყველაფერს. ესენი ის ყვავილებია, რომელსაც უყვარს სითბო, არ უყვარს ციცივე და შესაბამისად ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ზამთარი სახლში გადავატანო. მე მაქვს გარეთ ბევრი ყვავილები, რომელიც ზაფხულზე ძალიან ლამაზად ხარობს ეზოში და იმასაც გაჩვენებდი. გულის გარეს გაგიღებს, სამოთხეში წაგიღებს, სიყვარულის ეშილამწო. გირგულით ჩავთესე ეხა ტიტები და გაზაფხულზე მექნება გულის ფორმის. ძალიან ლამაზი. ბიზნესად ხომ არ აქცევდი ამ საკითხს. არა, რა სიძახი კი არა მოსაწყვეტად მენანება ვაზაში რო ჩავდო. ეხლა მე შენ გიყურებ, მე ვუყურებ შენ ჭრელ თვალებს, ესეთი გრძნეული თვალები რო გაქვს. ის რაღაცა იყო ვიღაცას გამოგდიათ მერიიდან. იქ ვიღაცაზე გაიფიქრე დედა ეტირა, იქ ვიღაცაზე გაიფიქრე. იცი არასწორად ვინც მომექცევა. ყველას უბრუნდება რაც ძიძია და უბრუნდება და ყველას ხედა. ზოგადად გაქვს ხომ ესეთი წინასწარმეტყველური მომენტები, სიზმრები. კი, მაქვს. და ხანდახან მეშინია ხოლმე რომ დილით რო ვიყვიძებ და რაღაცა სიზმარს რომ ვნახავ და ზუსტად ვიცი რომ ისე უნდა ამიხდეს და ეგრევე ვეტაკებდი და ჩემს დედა ასე დამესიზმრა. შენ ხარ დაბადებული ოქტომბერში, ხო? ხო, მე ვარ მორიელი. მორიელი. თვალები კი გაქვთ მორიელის. და მორიელები განსაკუთრებული ინტუიციით გამოირჩევიან და აჰა, კიდევაც დასტური მოვიდა. ანუ შენ წინასწარ გრძნობ, სად უნდა წახვიდე, რა უნდა გააკეთო, თქვა იგივე რა წინა გრძნობა ქონდა ამ გადაცემასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოსულიყავი, არ უნდა მოსულიყავი. ბევრ შენი გადაცემის ეშინია ესე პირდაპირ კეთო. ახალი ამბავი. ძალიან ბევრს ეშინიათ და მაგის გამბედაობაც არა აქვს, რომ აი ამ სკამში იყვნენ. თუმცა ეს ადამიანია ხო ვერ გაკიცხავ იმის გამო რომ შენი ეშინოდეს ვინმე სახა ამ სკამზე ჯდომით. არა, აი ამ კონვერტის ეშინია, ძირითადად რას ჩამიწერენ კონვერტშიო და რა იქნება ამ კონვერტში და მაგის გამო. ეშინია დაწვავ და ის იქნება, ნუ რა არის. შენ არ შეგეშინდა რა თქმა უნდა და წამოხვედი ჩვეულებრივ. იცი რა, მე იმდენად არ ვინახავ ხოლმე არაფერს ნახე. მოხდებოდა რაიმე ჩემ ცხოვრებაში, გავკიოდი, გამოვდიოდი, ყვებოდი ინტერვიუს, რაღაცა დაიწერებოდა, გამოვდიოდი ეგრევე იმის პასუხს, ეგრევე ვცემდი. ნახე, საიდუმლოდ არაფერს არ ვიტოვებდი. არ ვიტოვებდი და მე მიდიოდი და ამ ყველაფერს აშლევინებდი და ჩხუბობდი ინტერნეტ სივრცეებიდან. რამდენი რამის კითხვა მინდა და ვერაფერს ეხა რო შეგეკითხოთ, ვერაფერს ვერ გეკითხები, იმიტომ რომ არანაირი საბუთი არ გაქვს. საბუთი 0, ბატონო ჩემო, ამიტომ დაავტოვებ ამ თემას ღია და გახსნილად. რაღა დროს ეგენია ამ პანდემიამ ისეთი მოგვითაქუნა სახეზე და ცხვირპირში რომ შენი აზრით თუ ესეთი კარგი ინტუიცია გაქვს შემდეგი კითხვა რამდენად იქნება შეფასებული 500 კაი მოდი ვნახოთ მე არ ვიცი 200 500 გინდოდა მოდი ვნახოთ ამ თემის 200 ლარიანი კითხვა გავიმხილე საიდუმლო და გვითხარი ინდირა რამდენი ადამიანი ესწრებოდა შენს მშობიარობას ეს შენ რომ მარტო არ იმშობიარებ ხო ვიცი ზუსტად ჩაითრედი მთელ სანათესაოს თავიდან ისეთი მოწესრიგებული პაციენტი ვიყავი რომ რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად განწყობილი ვიყავი რომ მე უნდა მემშობიარა და მე არავითარ შემთხვევაში ამ დიაფრაგმის კუნთებს არ გადავიჭრიდი და საკეისოს არ გავიკეთებდი, იმიტომ რომ ამას მე მთელი რიგი რეაბილიტაციის კურსი უნდა რომ შენ დადგე და სუნთქვა დაიკაო და იმღერო და ეს მთელი 9 თვე თავი ვამუშავე რომ მე უნდა ვიმშობიარო, ბუნებრივი გზით და რაც შეიძლება მალე უნდა დავდგე ფეხზე. ეს ყველაფერი არის ჩემოია ილუზია. როცა მოგივლის და ტკივილი გეწყება, ეს არის სრული სიგიჟე. ოღონდ ექიმები ამბობენ რომ ესო ქალებსო ავიწყდებათ და არ მჯერა იმ ქალების, ვისაც ეს ავიწყდება. არ ავიწყდებათ. მე 4 წელი არ დავისხდა და დილის 5:30 დღეს შევედი სამშობიაროში.
მეორე საღამოს 9:30-ზე მშობი არა. ექიმს გავაკეთებინე ხერხემალში ნემსი. მითხრა რომ 6 ტკივილიდან მოვლით ტკივილიდან სამსო შედარებითო ვერ იგრძნობ. რაღაცა შვებასო ყველაფერს გრძნობდი ოღონ მართლა. არაფერი არ მიქნა ამ ნემს. თავიდან ძალიან მეფერა და ბოლოს უკვე ძალიან რო გავეჭედე. ამოდითო ეხავ და დაიკავეთო თუ ვინმე ხართ მანდ გოგუებიო და ეჩამი დაკალები. ზოგი ხელზე მაზის, ზოგი ფეხზე მაზის. და შენ ჭკუაზე არა ხარ. ნუ მე უკვე როგორ ვიყავ, იცი? რაღაცნაირად ესე ღვთისწყალობით მშვიდობიანად დავლაგდით და გადავრჩით. დიდებავ. დიაფრაგმა გადარჩა? რა თქმა უნდა. რამდენი ადამიანი ესწრებოდა შევშობიარობას? თუ ექთნებს არ ჩავთვლით 14. მოდი ვნახოთ ვიდეო. ინდირა ჯგერენაიას 10 სექტემბერს პატარა ანდრია შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, მშობიარობისას მასთან ერთად ვინმე ყოფილიყო, ამ პროცესს არც მეტი, არც ნაკლები 14 ადამიანი ესწრებოდა. აბსოლუტურად სწორი პასუხია. და შენ მოიგი 200 ლარი ჯამში გაქვს 1000 ლარი ჩემო ინდირა. რა ფული მომიგროვებია? მაგარი. ამ ჭორიკნობაში. აბა მოდი ბოლო თემა და ყველაზე ისეთი მტკივნეული თემა მოვიტოვე ბოლოში. ძერ გაგახურე და მაინც შემომიტოვე ხო? მას შემდეგ რაც ინდირამ გაიგო რომ ბავშვს ელოდებოდა, მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ინდირას საყვარელი მამაკაცისთვის იმის მტკიცება დასჭირდა რომ შვილი ნამდვილად მისი იყო. 4 დღიანი მოთქმა ჩემი დამხობილი ფეხმძიმე ქალის. მამა ბავშვზე უარს ამბობდა. საქმე იქამდეც კი მივიდა რომ სიმართლის დასადგენად მან დნმ კვლევის გაკეთებაც კი გადაწყვიტა. მეუბნებოდა რა ჩემი შვილი არ არის. დნმ-ზე თავი უნდა მოვჭა. ამან ახალგაზრდა მომღერალი იმდენად გაანაწყენა და გააბრაზა, რომ დაემუქრა კიდეც ბავშვს არასდროს გაჩვენებო. ჩვენი თემას არჩელამდე იყო მისული, რომ მე შევიტანე ჩვეულებრივ არჩელი და მოვითხოვდი ამას. ამდენი სტრესისა და ნერვიულობის გადატანა ფეხმძიმე ინდირასთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ ახლა მოვისმინეთ, რომ ანდრიას მამას ჰქონდა გადაწყვეტილი დნმ-ის ანალიზის გაკეთება და მაინტერესებს საბოლოოდ ეს ანალიზი გაიკეთა ამ კაცმა თუ არ გაიკეთა? არ გაიკეთა, იმიტომ რომ მე თავიდანვე ერთ-ერთ გადაცემაშიც ვამბობდი რა არ ჭირდება თქო. და ეს ძალიან შეურაცხყოფელი იყო მაშინ და ახლაც შეურაცხყოფელია ჩემთვის. ყველა მიხვდა მისახვედრს, ვინ როგორ გააფინა ენა, ვინ როგორ ითამაშა ჩემი ცხოვრებით. ვიღაცებს ვაპატიეთ, ვიღაცებს ვერ ვაპატიეთ, ვიღაცებსაც დავემშვიდობეთ, თან სამუდამოდ. და ესე გავაგზავნეთ ცხოვრება. არ გაიკეთა, იმიტომ რომ რა სჭირდებოდა, რა სულელა იყო. აბა როგორ დაიჯერა რომ ნამდვილად ის იყო მამა? კოპი პასტა. ერთ-ერთში. ამოიღეთ ნებისმიერ ფოტოდან. ინდირას მომავალ შვილთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას კიდევ ერთი ჭორი დაემატა. ბავშვის მამად ინდირას უახლოეს მეგობარს, კახი მაჭავარიანს განიხილავდნენ. ამ პერიოდში მას თან არ ჟურნალისტები აკლებდნენ, არც მოსახლეობა აკლებდა, არც მსმენელი და ყველა მასე ჭორაობდა. ყვითელმა პრესამ ეს თემა მაშინვე აიტაცა. ინტერნეტ სივრცეში მათი ერთობლივი ფოტოები გავრცელდა და კვირის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. მან ისიც აიცოდა რომ მე მომავალი ბავშვის ნაცვლია ვიყავი და მე და ინდირა ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ. ეს იყო ზუსტად რო გეუბნებოდი, რომ აი მართლა რასაც უნდათ იმას წერდნენ. მოუნდებოდათ ესე დაწერდნენ, მოუნდებოდათ ისე დაწერდნენ და კახი არის ჩემი რა ვიცი, ამდენი წლების მეგობარია მართლა და განუყრელი ადამიანი მართლა დღეს რო ანდრიას ნათლია ისეთი მეგობარი, არასოდეს ჩხუბი რო არ მოგშვია ისეთი მეგობრები ვართ. არასოდეს კონფლიქტი არ გქონია და კახი იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ესე ძალით დამათრევდა, რომ წამოდი გარეთ ნუ ხარ საწოლში და იარე ექიმია პროფესიით და იარე და ჰაერი გადაყლაპე და მაგ ბავშვს თუ აჩენ მიხედე და ჯანსაღად იკვებე და ეს ძალით რაღაცებს, იმიტომ რომ ზოგჯერ მქონდა ისეთი მომენტები, რომ ზოგჯერ არის, რომ რაღაცებს ვერ ერევი. იღვიძებ და ხედავ ესეთ სტატიას. სულ ხო ვერ მოერევი, გეხვეწები, ახლა სულ კაი ხასიათზე როგორ უნდა იყო, რომ მე რა უჭირს ხო ვერ იტყვი. რა ვერ იტყვი, ნამდვილად. აი ესეთი მეგობარი, კახისნაირი მეგობარი, ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე. კი, ნამდვილად. ხომ არ გაუფუჭა მას პირადი ცხოვრება ამ ჭორებმა? არა, სისხლი. შენ თავიდანვე ამბობდი, რომ ბავშვს მამას არ ვანახებო. ხო, კი, ვამბობდი.
ისე ღირსი იყო, რო არ იყო, აი დედასპიცა არ მართლა იყო ღირსი, იმიტომ რომ თვითონაც ხო გაგიჟებული და გაქეზებული იყო, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ქალი ესე დროს ძალიან ცოტა. მე რო ვუყურებ ხა მაშინ რა გავიარე, მე იმას ხელახლა ვერანაირი ძალის ყვევით ვერ გავივლია. შენნაირი ძლიერი ქალით. მე ვერ გავივლი. ხელმეორედ იგივეს ვერ გავივლი, არ არსებობს, მოვკვდები, ოღონდ მართლა მოვკვდები. მაშინ ალბათ უფალს უნდოდა რომ ესე მომხდარიყო და შემაძლებინა ღმერთმა და გამიყვანა ამ ფონს. თუმცა არ შეიძლება ესე ბრმად იმან რაღაცა მოგიტანა და შენ უჯერო, არც ეს არ არის ხო სწორი. ხო და ამ შემთხვევაში თუ კი ვიძახდი მაგას, რო არა მართლა ოჯახის წევრები და რო არა მართლა ის მართლა ბავშვისთვის კეთილის მსურველები, ხო? მე ისეთი პრინციპული ვარ, მე უკან არ დავიხევდი არასდროს. ხარ ძალიან პრინციპული. ძალიან. მე ვარ პრინციპის ადამიანი და ჯინიანი, რაც მინდა ის უნდა იყოს ის. აი თუნდაც რომ მე ინანო, ხო? თუნდაც ვინანო, თუნდაც მითხრა რომ აი ახლა იქ ხრამია და შენ გადავარდები და ჩაიხჭობი და მოკვდები. მაინც წავალ, მაინც ვიზავ. დღეს აქცევს ბავშვს ყურადღებას? როგორ არა? საოცარი მამა, ოღონდ მართლა ხუმრობის და რაღაცა ის ზედმეტი რაღაცების გარეშე. ეს ბუნებრივად მოვიდა, ია, ეს ხელოვნური ვერ იქნება. ეს დროთა განმავლობაში ბუნებრივად მოვიდა. გიждდებიან ერთმანეთზე. ამას მამამისე ცუც ვერ ეტყვი ხანდახან რომ გაუბრაზდები და რომ მინდა რომ რაღაცა უთხრა და გადმოდის ატაკაზე, მამასთან შუას ვერ გაუბრაზდები. მე ის გადმოდის ატაკაზე. მაგრამ თქვენ ერთად არ ცხოვრობთ. არა, ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ. მიუხედავად ბევრი გულის ტკენისა და სტრესისა, რაც ინდირამ თავისი შვილის მამისგან გადაიტანა, ის მაინც დღეს თავის ცხოვრების მთავარ სიყვარულს უწოდებს. ანუ მთავარი სიყვარულია შენი ეს კაცი. მთავარ სიყვარულად იმიტომ რჩება, რომ მე შვილი გავაჩინე იმ მამაკაცისგან, რომელიც მე მიყვარდა. ეს და ეს თორე და დანარჩენი ახლა ანდრიაზე მთავარი ჩემთვის არაფერი არ ამქვა. მესმის, რა თქმა უნდა. ანდრია მამის გვარს ატარებს? რა თქმა უნდა, კი. ბევრი მეუბნებოდა, რა გინდა ეს მამის გვარი, რატო გინდა? ყავდა შენ გვარზე. ეს რაღაცა ჩემი პრინციპი იყო, რომ რატო არ უნდა გქონდეს ჩემ შვილს შენი გვარი. კი ბატონო. რა ის ქვია და არ მიცემდა, მაგრამ თვითონაც რო დარწმუნდა რა ის ქვია და არ მიცემდა მე ვიღა მომისმენდა. შენ რამდენი წლის ხარ ახლა? მე ვარ 29 წლის. 29 წლის. ემოციებით სავსე, ნებიანი, ნიჭიერი, ლამაზი, მაგიური თვალების მქონე ინდირას. რატომ არ აყავს შეყვარებული ან საყვარელი კაცი გვერდზე? მითხარი რომ არის ეგეთი და არაფერს აღარ შეგეკითხები. რამე შეყვარებულება ამ კორონაში და ამ პანდემიაში. მაგიტომაც გასუქდი. არა სრული მაცვია რომ რაღაცა წელი და გვერდები არ გამომჭა. კაი, არა ხარ გასუქებული, გემრიელად ხარ. მოდი ვნახოთ ამ თემის, ჩემო ბატონო, აჰა, 500 ლარიანი კითხვა. გაგვიმხილე საიდუმლო და გითხარი, რისთვის მოგიხადა მაია ასათიანმა ბოდიში მის გადაცემა პროფილში სტუმრობისას? ახალი შეძენილი მყავდა ბავშვი და მე როცა პროფილმა დამირეკა კარგად კი ვერ გავიგე რატომ მოვდიოდი გადაცემაში, მაგრამ მინდოდა რომ წამოსულიყავი და სადღაც გავსულიყავი, ნახე, ეს მჭირდა უკვე, რომ სადმე უნდა გავსულიყავი, რომ რაღაცა გადამეტანა და ნუ კი მითხრა მაშინ პროდიუსერმა რომ ეს მარტო ხელადედების ამბავიაო, მარტო ხელადედები დაჯდებითო და ისაუბრებთო და მე ისე აღმოჩნდა რომ თავარი სტუმარი ვიყავი მე და ეს ჩვენი გოგოები ყველა მარტო ხელადედები, ნუ განვიხილავდით ამ ჩემ 9 თვიან სტრესს და ეს ძალიან კაი იყო და პირიქით ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივისცემა იყო იმ ერთი გადაცემით მე პასუხი გავეცი მთელი 9 თვის ბულინგს. მაიამ შენ ბოდიში მოგიხადა ერთი კონკრეტული კითხვის გამო და შენ თუ სწორად გვეტყვი რომელი კითხვა იყო ეს შენ მოიგებ 500 ლარს. ეს მახსოვს რომ ინდირამ აპატია ამ კითხვას რომ გისვამ რაღაცა მახსოვს რომ მეკითხებოდა, მაგრამ რა მკითხა დიდად კი აღარ მახსოვს. არ გახსოვს ხო? მართლა არ მახსოვს. მაშინ ჩვენ უნდა ვნახოთ სწორი პასუხი. ნახოთ სწორი პასუხი. ინდირამ აპატია ამას რომ გეუბნები Facebook-ზე ისიც დაწერა შენი შვილის მამამ რომ ჩვენ ერთად საერთოდ არ ვყოფილვართ. რატო იქცეოდა ის? არა ადეკვატური იყო. სამწუხაროდ შენ ვერ მოიგე 500 ლარის, სწორი პასუხი ვერ გაეცი ამ რთულ კითხვას, საკმაოდ რთული კითხვაა და შენ მაინც ჯამში გაქვს 1000 ლარი. ჩვენს ეთერში სულ ცოტა ხანში რეკლამა იქნება, დაგვრჩა ერთი მთავარი თემა და კითხვა, რომელიც მეჯერ არ დამისვავს და რომელზეც ძალიან მინდა მივიღო პასუხი. დაასახელებს თუ არა ჩემი სტუმარი ერთ დროს თავისი საუკეთესო მეგობრის სახელსა და გვარს
მეგობრის, რომელმაც მისი პირადი ცხოვრება საზოგადოების განსასჯელი გახადა. ჩვენ ვისაუბრეთ ინდირას ცხოვრების მთავარ და სკანდალურ რომანზე. ისიც გავიგეთ, რომ ყველა უსიამოვნება, რაც ამ რომანთანაა დაკავშირებული, უკვე წარსულს ჩაბარდა, ინდირას უკვე აღარ საინტერესებს. ყველაფერი განადგურებულია, ამოშთობილია ინტერნეტ სივრცეებიდან, მაგრამ მე პირადად ინდირა გასარკვევი დამრჩა ამ ისტორიის ერთი მთავარი დეტალი ამ კონვერტში. ინდირას საუკეთესო მეგობრის სახელი და გვარი წერია, იმ მეგობრის, რომელმაც არც ვიცით რა მისნით, მაგრამ მის პარტნიორს უთხრა, რომ ფეხმძიმედ არა მისგან, არამედ სხვა მამაკაცისგან იყო. ინდირა გახსენი კონვერტი. სწორად გვაქვს მისი სახელი. ხო მაინც გავარკვიეთ. ეხლა როგორ რაღაცა შემიძლია, იცი? გახსნი კონვერტი. ეხლა შემიძლია ესეთ რაღაცა გავაკეთო. აბა, რასაც არც ვინანებ, ნახე. არც რო არც არაფერი არაა უკვე, მაგრამ მე მასავით არ მოვიქცევი. ამიტომ დავწავამ კონვერტს. იმიტომ რომ მან შეიძლება ვეღარ შეძლოს მერე წესიერად ცხოვრება, იმიტომ რომ მე ვიცი რომ რაღაცა ცხოვრების ახალი ეტაპები აქვს ცხოვრებაში და არ გინდა რომ გაუფუჭო, ხო? ანუ შენ იქცევი, ეხლა ეს არის ძალიან კეთილშობილური საქციელი მე ვიყო და ჩემი შვილი იყო ჯანმრთელად და კარგად და როგორც შენი ტყოდი მე ხო იცი? ინდირა, მაგრამ მე და მაყურებელს მაინც რაღაცა დეტალები გვაინტერესებს და მე უნდა დაგისვა კითხვები. ეს ადამიანი, ეს პიროვნება. ქუთაისში ცხოვრობს? კი. ქალია თუ კაცი? ბიჭი. ბიჭი. ჩვენი ბავშვობის მეგობარი. აუ, რას ჩემი და ჩემი შვილის მამის. და იყო თქვენი სიყვარულის ძალიან დიდი კომაგი, ხომ სწორია? ხელს გიწყობდა ყველანაირად. კი. თავიდან არ გვიწევდა, მაგრამ მე უკვე სხვა გზა აღარ გქონდა. რაღაცა მოტივი ქონდა იქნება გაანაწყენე იქ. არაფერი, უბრალოდ ყოველთვის ვიცი ამის თქმა, რომ ქალებზე მეტი ჭორიკნები კაცები არიან, თქო რა. ზოგ შემთხვევაში და არ შეიძლება რომ ყველაფერი ენაზე რაც მოგადგება, ილაპარაკო და ამით ცხოვრება გაუფუჭო ადამიანს, მაშინ კეთილი ინებე და რაღაცას თუ ამბობ, მაშინ გადაამოწმე და მერე დაანგრიეს მისი ცხოვრება. და ეხა ამას ძალიან მეშლება ნერვები და კაი მქენი რომ დავწვით რომ შეიძლება გაგეხსნა. ინდირა, იქნება ამბიც შენ უყვარდი. არა, რასწორებია. მაშინ იქნებ შენი ქმარი უყვარდა. არა, გამორიცხული, ეს სხვა მომენტი იყო. კი ბატონო. და როდესაც გაიგე რომ ეს ტყუილი გაავრცელა, არ მიყვარდა და არც მე. არა, ეს გავიგე კარგ ახნის მე. ეს იყო ჩვენი ბავშვობის მეგობარი, რომელთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა გქონდა ორივე მხარეს. მივიდა და უთხრა ჩემი შვილის მამას, რომ ესე მითხრეცო, რომ მაგიო ვიღაცა მილიარდელისგან აჩენს შვილს. მაგრამ ეს არ ვიცოდი, მე ისე გავიდა მთელი 9 თვე, მე ამ ადამიანმა პატიებაც მთხოვა. მთხოვა? კი, რა თქმა უნდა მთხოვა. ეგეთი უგულოც არ შეიქნა. ბავშვის მამამ რატო დაიჯერა? იმას საერთოდ თვინმე რაიმეს ეტყვის დღემდე ყველას იჯერა. მაგრამ მილიარდერი ახსენე და ვინმე იყო მსგავსი ვინმე? ია, რა ვიცი, იმდენ ადამიანს მოვწოდი ცხოვრებაში. მე ხა მართლა მაღაზიაზე რო ყოფილიყავი და ფულზე ყოფილიყავი ორიენტირებული. გახსნიდი კონვერტს? კონვერტსაც გავხსნიდი და სხვაგანაც ვიქნებოდი კონვერტამდე. და არ შეეცადე რომ გაგერკვე, ხა პატიება უთხოვია და ეს ძალიან უკვე ანდრია მყავდა. რო გავარკვე, ისიც ჩემი შვილის მამამ მითხრა, რომ მე ნათლიობას ვუპირებდი, რომ მეთქი უნდა მოვანათლიო. ვის და მოვანათლიო? ანდრია, გიჟი ხო არა ხარო, თვითონ მითხრა, რომ ეს ადამიანი იყო მაშინო ბიჭებთან ერთად ესე რომ მოვიდა და რომ მითხრაო და ნუ ეს მისთვის რამხელა დამცირება იყო, მე მივხვდი, გარემოს სადაც ეტყვი ალბათ, ხო, მისიც რაღაც კუთხით მესმის და ნუ მე იყო ჩემი სრული სიგიში. ეს იყო როგორი, იცი, ლამის მოვკალი ოღონ მართლა, მაგრამ იმდენად მესაცოდავა, იმდენად გასაცოდავებული იყო ამ ჩემი ამ მონსტრი ხასიათით, რომ დავეტაკე ეგრევე რა მეთქი და აგამიკეთე და ბოდიში მაპატია არ მთავრდებოდა და ახლა ბოლოს იყო, აი, კახი ჩაერია ბოლოს, რომ კაი როდემდეო რა. აი, ისევ კახი. მადლობა კახი. მადლობა შენ სტუმრობისთვის და ეხლა აი ესეთ უნიჭიერეს, ასეთ საოცარი ხმის პატრონს მე როგორ გავუშვებ გადაცემიდან რომ არ ვამღერო ერთი სიმღერა, რა შეგვისრულებ?
დღეს მოვედი შენთან სიმღერის პრემიერით. მადლობა. არაჩვეულებრივი მუსიკოსის თამაზ მონიავას სიმღერა. სულად შევცვალე. თამაზ მომთხრა რაც კიდე გააკეთე, იმღერე მოირგე. და მგონია რომ ამ სიმღერის ვერსია ძალიან მოეწონება ჩვენს მსმენელს. მე დარწმუნებული ვარ რომ მოეწონება. მე შენ გემშვიდობები, თქვენს გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით და ჩვენს ეთერში უმაგრესი სიმღერის დრო დადგა. მადლობა ინდირა. Gamogeki de kashi